პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გრძელდება, სადაც გამოკითხვა 2008 წლის ომამდე და უშუალოდ ომის დროს მიმდინარე მოვლენებზე მიმდინარეობს. ამ წუთებში კომისიის კითხვებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პასუხობს, იქამდე კომისიის კითხვებს ირაკლი ბათიაშვილმა უპასუხა. მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს განაიარაღოს მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც აკონტროლებდა და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის, განაცხადა ბათიაშვილმა. დღეს კომისიის სხდომაზე მამუკა ყურაშვილი და გოგა ხაინდრავა მიიწვიეს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი თამუნა ციკლაური მუშაობს. თამუნა, რა ითქვა კომისიის სხდომაზე? დიახლა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერვე საათია, რაც დღის განმავლობაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები უსმენენ კონკრეტულ პირებს, ვისაც აქვს კონკრეტული ინფორმაციები არა მხოლოდ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, არამედ აგვისტოს ომამდე პერიოდთან დაკავშირებითაც. ამ დროისთვის კომისიის წევრები უსმენენ პარლამენტის პირველ სპიკერის პირველ მოადგილეს გიორგი ვოლსკს, რომელიც 2004-2006 წლებში მუშაობდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ კონფლიქტების მოგვარების საკითხში და მთავარი საკითხი, რაზეც მიმდინარეობს აქ მოსმენის დროს საუბარი, ეხება სწორედ აი ამ პერიოდს. უნდა ითქვას ისიც, რომ თავად, როგორც გაირკვა, თავად გიორგი ვოლსკის მიმართვის საფუძველზე მოხდა მისი დაბარება დროებითი გამოძახება დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და რაზეც თავად ამახვილებს მთავარ ყურადღებას, ეს ეხება იმას, თუ რა პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი 2004-2006 წლებში, განსაკუთრებით კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით რა ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ მეორეს მხრივ ხდებოდა რაღაც ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ პროექტებს უშლიდა ხელს და ამ შემთხვევაში გიორგი ვოლსკი საუბრობს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებსაც. ანტაგონიზმი კი ნამდვილად იყო. ანტაგონიზმი სახელმწიფო უწყებებს შორის ხაინდრავა იყო, თქვათ და ჩვენი უწყება ერთ მხარეს, რომელსაც საკმაოდ ისე აქტიურად და პრინციპულად და ხანდახან ხისტად უჭერდა მხარს ზურაბჟვანია, ამას გარკვეული გარემოებები განაპირობდა და იყო გარკვეულწილად ministrების, მაგრამ არა მარტო ministrების სააკაშვილის ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ხედვებს არ ემთხვეოდა. დობის ფაქტორი არის მთავარი წარმმართველი ძალა, რომელმაც ფუნდამენტი უნდა შექმნას შემდგომი სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარებისათვის. ამ საკითხთან მიმართებაში ვამზადებდით დოკუმენტს. ამას მოვანდომეთ გარკვეული თვეები და აი ამ პროცესში ვართ, როდესაც 2004 წლის მაისში დაიწყო ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე. ანუ არ არსებობს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება და პრეზიდენტის საჩუქრებით, სააკაშვილის საჩუქრებით დაიტვირთა მანქანები და ცხინვალის მიმართულებით წავიდა, რასაკვირველია ამას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, ვინაიდან მოლაპარაკების არანაირი წინა მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. შემდეგ არ შეუშვეს იქ მანქანები, ქართულ სოფლებში რამოდენიმე მანქანა შევიდა, მაგრამ ამან გამოიწვია ძალიან დიდი დაძაბულობა. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მოლაპარაკება რო ყოფილიყო, შეიძლებოდა ამის გაკეთება ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. საბაჟო პოლიციის შეყვანის ოპერაცია დაიწყო მოულოდნელად, აბსოლუტურად და განგაშის რეჟიმით დაიწყო საპოლიციო ძალების მობილიზება, რათა შესულიყვნენ და ეს საბაჟო დაეცვათ ერგნეთის ტერიტორიაზეა ლაპარაკი, ამანაც უშველებელი გამოიწვია აჟიოტაჟი და რასაკვირველია, აქაც ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა ჩვენ დასავლელ კოლეგებს, მათ შორის რასაკვირველია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერც გავართმევდით თავს, იმიტომ რომ გავლენა თბილისზე, ხელმძღვანელობაზე ჰქონდა აი ამ ადამიანებს, დიპლომატებს, საგანგებო წარმომადგენლები იყვნენ ყველა ქვეყნიდან დანიშნულები, ატყდა ერთი სარები და მან გააჩერა, რასაკვირველია, ზურაბ ჟვანიას ძალისხმევაც აქ არის აღსანიშნავი.
2004-2006 წლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს გოგა ხაინდრავამაც, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო სწორედ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში. გოგა ხაინდრავამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი და როგორი იყო ურთიერთობები ზოგადად სამთავრობო დონეზე. გარდა ამისა, გოგა ხაინდრავამ, როდესაც საუბარი ეხება ზოგადად კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, მან თქვა, რომ გაცხადებული იყო სამშვიდობო პოლიტიკა, ამის შესახებაც ასეთი პოზიცია იყო საერთაშორისო დონეზეც, თუმცა როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, არსებობდა სამთავრობო სტრუქტურებში კონკრეტული ძალა და მან კონკრეტული სახელები და გვარებით დაასახელა, ვინც მისი თქმით ღამით მართავდნენ თქვარ არაფორმალურ მთავრობის ხდომებს და იქ იღებდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს და სწორედ აი ამ ღამის მინისტრების, როგორც ხაინდრავა უწოდებს, მიზანი იყო სამშვიდობო პროცესების ჩაშლა, გარდა ამისა ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც და ასევე ზოგადად იხსენებს და გაიხსენა ის პროცესებიც, თუ რა ვითარება იყო 2004 წელს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უკვე 2006 წელს, როდესაც მოხდა მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება. სადღაც 2 კვირის თავზე მას მერე რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ორჯერ მომიწია იმაში კრწანიში სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც გადასული იყო მიხეილ სააკაშვილი. ავედით და იქ დამხვდა ეგრეთ წოდებული ღამის მთავრობა: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია, ერთხელ მახსოვს ბარამიძეც იყო ერთ-ერთ შემოხვედრაზე და ნუ ზურაბ ჟვანია და მე დავჯექით და პრინციპში სამთავრობო სხდომა ჩატარდა. იქ მიდიოდა აი საქართველოს გადანაწილება. ეს მათთვის სამშობლო არც ერთთვის არ არის. ნაცებისთვის ეს არის ასპარეზი, ჩემო კარგებო. მაშინდელი ნაცებისთვის, დღევანდელი ნაცები, ეს არის ასპარეზი, კეთილდღეობის, პატივმოყვარეობის, თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებელი. როგორც სამშობლოს არც მაშინ უყურებდნენ და არც ახლა უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობით მივდივარ და მშვიდობისგან მივდივართ, მიდიოდა აი ამ ღამის მთავრობის და კონკრეტულად დავასახელე გვარები და სახელები, ცდილობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლის. ერგნეთის ბაზრობის ისე დახურვა, როგორც იმათმა დახურეს, იყო პირდაპირი დარტყმა სამშვიდობო პროცესისთვის. იმიტომ რომ ერგნეთის ბაზრობაზე მინიმუმ 3-4 კაცი ფუნქციონირებდა. აი უგუნურებისგან, იმ ბოროტებისგან, რასაც ესენი აკეთებდნენ, ერთადერთი ვინც იგებდა თავის პოზიციებს, აძლიერებდა, იყო რუსეთი. რუსეთი აგროვებდა ამას ყველაფერს და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნებოდა. აი შეხედეთ ესენი ვინ არიან. ამათ არ უნდა მშვიდობა. ეს სამი მინისტრი სულ ერთხელ იყო, ნახევარჯერ იყო ჩასული ცხინვალში, მერე გაჩერებული იყო ყველა სამშვიდობო მოლაპარაკება, ყველა სამშვიდობო მისია, პარლამენტის დადგენილებით, მთავრობის იმით, ამით იყო გაჩერებული პრაქტიკულად. უშიშროების საბჭოს ხდომებს თემურ ალასანია ესწრებოდა. მიშა სააკაშვილის ბიძა. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ აქ რა? ქართველი ქედი მინდა მოვიხარო. მათ წინაშე რა. რა პირობებში იცავდნენ თავის სამშობლოს? იყვნენ ყველაზე ცოტა, ყველაზე უყურადღებოდ დატოვებული. და ნუ რაგორი თავგანწირვა უნდა ქონოდა, ჯერ ეს ერთი რომ იგევლო, იქ ასე ვთქვათ. და თუ ვინმე ეხმარებოდა ქართულ მოსახლეობა, აი ეს ბიჭები, ვინც იყვნენ იქ. პირდაპირი ღალატი, რის გამოც სააკაშვილი უნდა იყოს გასამართლებული, ეს არის იმ პუნქტის ამოღება სარკოზის შეთანხმებიდან, სადაც ეწერა, რომ სტატუსს ოკუპირებული ტერიტორიების და იმის მხოლოდ საერთაშორისო ფორმატში მიიღებენ და ეს პუნქტი ამოიღო, მან ამოიღო პირადად და მედვედევს გაეცინათ კიდე სააკაშვილი და მისი მთავრობა ემსახურებოდა ერთ მხარეს რუსეთს და მეორე მხარეს ამერიკის შეერთებული შტატებში Deep States. პირდაპირ ვამბობ ღიად ამას სრული პასუხისგებლობით. და შედეგიც იმ ორივე მხარე მიიღო და საქართველოს რა შედეგი მიიღო, აგერ სახეზეა ეხლა ოკუპაცია მიდის დღემდე.
კიდევ ერთი მომხსენებელი, რომელსაც დღეს მოусმინეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, ეს არის ირაკლი ბათიაშვილი. ამ შემთხვევაში ბათიაშვილმა უკვე ისაუბრა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ისაუბრა შეიარაღებული ჯგუფის მონადირის გაუქმების გადაწყვეტილების ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, რომელშიც ერთგვარად საკუთარი როლი ჰქონდათ ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს, რამაც თავის მხრივ დაუცველი გახადა ხეობა და რაც გახდა შემდეგ უკვე საფუძველი, როგორც ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგე მხარე მოახერხა ხეობის დაკავება. ასევე მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც და ერთ-ერთ საკითხადაც დაასახელა კოდორის ხეობისთვის აგვისტოს ომამდე სახელი შეცვლის ნაწილიც და როგორც ბათიაშვილი ამბობს, ბევრი მაგალითი არის თუნდაც იგივე კოდორის ხეობასთან მიმართებაში, რომ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ხდებოდა კონკრეტული გამიზნული გადაწყვეტილებების მიღება. მონადირის ბატალიონს თელ კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჰქონდა გადამწყვეტი წვლილი სწორედ კოდორის ხეობის შენარჩუნებაში. მთელი აფხაზეთის ტერიტორია იყო ოკუპირებული, ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, ვინ არ შემოუტია სეპარატისტებმა, რუსებმა, ბაგრამიანის ბატალიონმა, ჩრდილო კავკასიელი, ბოლოს რუსებმა აჟარაში პირდაპირ დესანტი ჩამოსხეს 2002 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, ალყა დაარტყეს. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ბრძოლისუნარიანი კარგად შეიარაღებული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბრძოლისუნარიანი, ძალიან უდიდესი პატრიოტიზმის სულისკვეთებით. ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის. ამას არავინ არ გააკეთებდა და რა თქმა უნდა, ეხლა მაშინ მე მივიღე ეს ჩემთვის ძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი რომ დიდი დარტყმები მელოდა მე ამაზე. თუ მე ამას წინ უნდა ავდგომოდ, ბრალი წამიყენეს, სრულიად აბსურდული, ბრალად ბედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი. მე მქონდა სულ რამდენი ჯამში 7 წუთიანი საუბარი ემზარ კვიციანთან და მერე ნორა კვიციანთან. და იმ ბრალდებაში თავიდან ჩემი საუბრების გარდა ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიც ფიგურირებდა, ჩემი საჯარო გამოსვლები, სადაც მე გამოვხატავდი ჩემ ნეგატიურ დამოკიდებულებას, განაიარაღეს მოსახლეობა. მეორე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება 94 წელს დადებული აფხაზეთის ომის მერე უკვე დადებული. ეგრევე რუსეთმა გაეროს უშუალობის საბჭოზე გაიტანა რეზოლუციის პროექტი, ზუსტად ამის კოდორის ხეობაში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და მთელი უცნაურობა ის იყო, იცით რომ თითო მუდმივ წევრს შეეძლო ვეტო დაედო, არავინ არ დაადო ვეტო, ეს რეზოლუცია იქნა მიღებული, საქართველოს მხარემ დაარღვია აგვისტოს ომში რუსეთი მიზნად ისახავდა, რა თქმა უნდა, შემოჭრას ერთი მხრივ. სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და ცხინვალის რეგიონის და შიდა ქართლის ტერიტორიის, ასე ვთქვათ, აღებას. მას სჭირდებოდა მაპროვოცირებელი საბაბი და ეს მიცა მაშინ, ასე ვთქვათ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რუსეთისთვის უკვე დიდი ხანია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორმე აეღო ეს კოდორის ხეობა, რომელიც იყო ერთადერთი სოლივით შეჭრილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ მის რუსეთისთვის რა იყო აუცილებელი სასიცოცხლოდ? პირველი, მოსახლეობის განიარაღება, მეორე ჭირდებოდათ საბაბად, რომ ცეცხლის შეწყვეტას ჩვენ კი არ ვარღვევთ ხელშეკრულებას 94-ს. ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ, აი ეს ჭირდებოდათ, ეს ორი რამ და ეს ორი წინა პირობა, რომ იტყვიან საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რუსებმა და სეპარატისტებმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა
აიღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამხელა ძალა იდგა იქ მთელი მეხუთე ბრიგადა, მთელი დანაყოფები, უზარმაზარი შეიარაღება. ესე იგი ყველაფერი ეს ჩატოვეს იქა და ისე რომ აქეთა მხრიდან ერთი ტყვი არ გასროლილა, ესე ხონჩით მიართვეს მტერს კოდორის ხეობა. რატო იყო გადარქმეული კოდორის ხეობაზე ზემო აფხაზეთის სახელი? და ეს იყო გარკვეული თავიდან ბოლომდე პიარ ნაბიჯი, ესე რომ ვთქვათ, რომ ამით ჩვენებიან რომ ვითომ რაღაც უკვე აფხაზეთის სანდით ნაწილს თითქოს და ვითომ საქართველოს ხელისუფლება უკვე აკონტროლებდა. მე ესე ვფიქრობ. არა მხოლოდ განაიარაღეს, რამდენი ადამიანი დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდება. რა თქმა უნდა, ძალიან კი. ზოგს აბრალებდნენ მაგალითად, რომ ტრეფიკიორები იყვნენ. ემზარკვიციანს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მე მქონდა ინფორმაცია, მე მივხვდი, რას აპირებდა სააკაშვილი. სააკაშვილი აპირებდა, რომ ჩაებარებინა კოდორის ხეობა. როცა ის ამას ამბობდა, აი ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მაქვს ნაჩხუბარი და რამდენჯერ მაქვს ემზარ, ამას როგორ ამბობ. როგორ შეგიძლია ესეთი რამე დაუშვა. თუმცა ფაქტი დღეს გადმოსახედიდან არის, რომ აღმოჩნდა ემზარკვიციანი მართალი. და მავანჭურას და ამ ოპერაციას ოფიციალურად ხელმძღვანელობდა ორი პირი, ხო? მთავარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი, ვინაიდან ის მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იყო ეს საჯარისო მთელი დანაყოფები და მეორე მხრივ ვანო მერაბიშვილი, ხო? ანუ მთავარი ძალა, რაც იქნა გამოყენებული, ეს იყო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. კოდორის ხეობიდან ისე გამოვიდა მთელი ეს რა თქმა უნდა ბრძანების საფუძველზე, მთელი ეს ნაწილები, როგორც სამხედრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ერთი ტყვი არ გაუსრულიათ, ჩატოვეს უზარმაზარი, ესე რომ ვთქვათ, ტექნიკა და ასევე შეიარაღება, საწვავი, უამრავი რაღაცა ვინმე თუ იტყვის რომ ვერ მოახერხებდნენ მის გამოტანას, ლიკვიდაცია მაინც შეეძლოთ ამის განადგურება, რომ ეს მტერს ხელში არ ჩავარდონ და ამის გაკეთება თავისუფლად მათ რა თქმა უნდა შეეძლოთ, მაგრამ ეს ზევიდან იყო ესეთი ბრძანება და რა თქმა უნდა ეს იყო უდესი დანაშაული. უკვე მესამე დღეა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები იკვლევენ აგვისტოს ომის საკითხს. სამი დღის განმავლობაში მათ უკვე მოისმინეს ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების პოზიციები, მოსაზრებები, ასევე მოისმინეს სამხედრო მოსამსახურეების წარმომადგენლების და მოსამსახურეების პოზიციებიც. უკვე როგორც გითხარით, მერვე საათია, რაც მიმდინარეობს დღეისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა და ამ დროისთვის უსმენენ გიორგი ვოლსკს. მადლობა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე თამუნა ციკლაური საუბრობდა.